სალამი სულ სალამი მინა გილოცავ შენ დიდი მადლობა სალამაზი დღეა რანათელი დღეა იმიტომ რომ დღეს დიმას დაბადების დღეა ხშირად გვიწევს ეთერ სიმღერა, მაგრამ ეს მოწონს იმას, რომ ბევრი ვარ კარგი მიყავს ერთმანეთი. აი, შენგან. მე ხელი მიწევ. გილოცავ დიმიტრი. გრიმი არ გამიფუჭო. კარგი ხა ხო? აი ეს. და მე ერთი რამე უნდა ავეშო. დღეს ჩვენი მერაბი, ჩვენი დუკა მოვიდა განსაკუთრებულად ისეთი სიყვარულით მოვიდა. ეს წინა კვირის დამსახურებაც არის ალბათ, ხო, წინა სამშაბათი. ისედაც მე ძალიან მიყვარს შენ გოგოები. გოგოებს არა დიმიტრი. არა, მხოლოდ გოგოებს. ნინოებს და არა მხოლოდ ნინოებს. მადლობა. მადლობა მასიყვავილებით. მადლობა ზირფასო. ესეთ ლამაზები რომ ყავხათ, მაგის დამსახურება ზუსტად. ძალიან ლამაზი კონზილიტები. კონზილიტები მე რომ მქონდა ისეთი უნდა, რამდენიც მქონდა, იმდენი ამოვიწერი. რამდენიც ხო? ეს არის კონზილიტი. ორი მქონდა, ორჯერ ამოვიწერი. კარგი არის, ეს არის გლანდები. სულ ყველად ხუმრობთ რა, მე ვარ სრულიად დატანჯული ამ პრობლემით და ვარ ზღვარზე გავიკეთო ოპერაცია თუ არ გავიკეთო. საერთოდ შენი შეკითხვა გლანდების ხო, ეს არის ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვა. სულ დგას მშობელი ძირთადად ადამიანი უკვე მოზდილობაში, როგორ კამერაში ვიყურო. მოზდილობაში მართალი ხარ, ვაი, ჩემი პომადა გიჩა. ამ შეკითხვის, ამ პრობლემის წინაშე. ამოვჭრა, არა მოვჭრა, ამოვჭრა, არა მოვჭრა. თან საჭიროა, რაშია საჭირო, არა საჭირო, არ არის საჭირო. გარდა იმისა, რომ თვითონ ოპერაციის თქვა ერიდებათ, ხო? მეორე მხრივ, მაინც არ ვიცი ბოლომდე რა ზიანი შეიძლება მოუტანოს მთლიანად ორგანიზმს დაავადებულმა გლანდებმა, ასე თქვა და. მე ორი რაღაც გავიგე, რაც არ ვიცოდი თურმე. რაღაც პერიოდულობით მეჯბარძაყის სახსარი მაწუხებს ხოლმე და თურმე გლანდები, ჩირქიანი გლანდები იწევს სამსახსრების და ეხლა აბარა მე ფეხი მაგითო მეტილი იწევს მაგალითად ღვიძლის დაშლას რაღაც მსგავსი არის კბილის კბილი არა გლანდებია დღეს არა საერთოდ ამბობ რა არ მიიშლება იცით გლანდები არ მაქვს არ ქონია. ხო და ეგ უნდა კითხემ რომ სირაცა მაკითხებს და არ ქონია. რა ყველაფერი მაქვს, მერე ერთი რომ შენარჩუნება არის რა თქმა უნდა სასრული, მაგრამ დგება ის ეტაპი, როდესაც ორგანო იმდენად აზიანებს სხვა დანარჩენ ორგანოებს, როგორიც არის დაუშვათ რაღაცა რევმატული ნიშნები და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რამ რჩება. გინეკოლოგიურ პრობლემებსაც იწვევს თურმე. ჯობია ამ ერთ დაემშვიდობო რომ სხვები ჯამთელად შეინარჩუნოთ. თუმცა არის კიდევ ერთი ჩემი დამოკიდებულება. რატომღაც მგონია რომ იმდენად ადვილად უყურებენ ხოლმე ოტოლარინგოლოგები ამის მოკვეთის პროცედურას, რა ჭირდება არ გჭირდება ზოგჯერ მგონი რომ მაინც ბევრ რამეს უყურებენ ექიმები ესე მარტივად ხო შენთვის უკვე სხვა თემაა. თუმცა მაინც ორად იყოფა ექიმების აზრი და ისინი ხშირ შემთხვევაში კონკრეტულ პაციენტზე ვერ თანხმდებიან, პაციენტს აქვს ამოსაკვეთი გლანდები თუ სამკურნალო. ასე საერთოდ არა. მოკეთ ჩვენ დღეს უნდა გავარკვევთ ამოკვეთა არის მარტივი გამოსავალი ერთგვარად ექიმების მხრიდან თუ რაღაცა გადაუდებელი აუცილებლობა. ამისათვის ჩვენ დღეს ორი ექიმი დავპატიჟეთ სტუმრად, ორივე დიდი გამოცდილების მქონე. ქალბატონი ქეთევან გოცაძე, ოტოლარინგოლოგი და გიორგი გოგნიაშვილი, ასევე ოტორინოლარინგოლოგი. ხალხოთ სტუმრებო, მოგდანდით. სასიამოვნოა თქვენი ხილვა ჩვენთან იქცევ. რიგში ვიდრე შეკითხვებზე გადავიდოდეთ. დიდი მადლობა. ჩვენ იუბილარის სრულყოფილების საკითხი გვაინტერესებს, ასე ვთქვათ. ანუ არა მაქვს ატროფირებული განლეული ტონზილიტებით დაიბადა ბიჭი? არა, იცით რა იყო, ხელის პრობლემა მქონდა. შენ ვერ დაინახა ვერაფერს. არ ამიდა, რა უნდა ჩაგახედო. ხელის პრობლემა მქონდა, მე რაღაც ვიყო ერთ-ერთი ექიმსაც გამოსმევს ხო რაღაცაში. მე ეს პრობლემა რო ავაგდა, იმის მერე ყელი საერთოდ ნუ ძალიან იშვიათად რო ამტკებოდა და როგორც ასეთი თქვენს ექიმებო რომ გლანდები არ აქვს. არ არის თუ რაღაცა ესეთი, ანუ ანომალია და შევსებონ ვერ ხვდები.
არა არის. არა. ხაფუ. ეგ ძალიან საინტერესო შემთხვევა იქნება თუ აღმოჩნდა ეგეთი რამ, მაგრამ ეს არის ორნაირი გლანდი რა, ხალბატონი დამეთანხმება, კეთი დამეთანხმება. არის ატროფიული გლანდები, ანუ მცირე ზომის გლანდები, რომელიც ძალიან ძნელია რომ დაინახო და მართლა საჭირო არის ჩახედვა საფუძვლიანი. მაშინ აგერ მე ჩამხედეთ აინახო და გადაწყვეტი. არის ჰიპერტროფიული, ანუ დიდი გლანდები, რომელიც ეს ატროფიული გლანდები რო იცოდეთ ძიმა, ეს უფრო ბიოლოგიური არის. ფიზიოლოგიურად ესეთი ინდივიდუალური არაფერი არ არის ორგანიზმში რა, ყველაფერი არის ინდივიდუალური თითოეული ორგანიზმი. შესაბამისად გლანდების ინდივიდუალური და ყველას ინდივიდუალური გლანდი გვაქვს. ანუ რო იცოდეთ რაღაც მეუბნებით. ხო და თქვენ რო იცოდეთ ეს ატროფიული გლანდი უფრო საშიში არის ვიდრე ჰიპერტროფიული. ჰიპერტროფიულს ხედავ. ატროფიული არის უფრო დამალული და მაგრამ ატროფიულმა შეიძლება არ გამოიწვიოს ჩივილები, შესაბამისად არაფერი არ ჭირდება. თუ ჩივილები ფუნქციას აღარ ასრულებს? არა, თუ ჯამთელი რა თქმა უნდა ასრულებს. თუ ჯამთელია, ანუ ყველა ატროფიული გლანდი არ არის ქირურგიულად ჩასარევი. და მეკითხა, ხალბატონ კეთი, რაში გვჭირდება ჩვენ ადამიანებს გლანდები? ფუნქცია მისი რა არის? ჩვენ დავიწყოთ იქედან რომ ადამიანი რო იბადება, ყველა ორგანო რომელიც თავდაყვება ჭირდება. რაც შეეხება გლანდებს, გლანდები ეს არის ლიმფოიდური ქსოვილი, რომელიც მდებარეობს პირის ღრუში, ეს არის შესავალი, შესუნთქვის დროს სუნთქავთ ჰაერს და ამიტომ დამცავია, ბარიერია და სწორედ დაცვით ფუნქციას აწარმოებს. ჩვენი ადგილობრივი იმუნიტეტის გამოვლინების და აუცილებლობისთვის არსებობს. რისგან იცავს თქვა? იგი ყველა ნებისმიერი ინფექციისგან, ვირუსისგან, მიკრობისგან თვითონ გამოიმუშავებს ლიმფოიდური ქსოვილი ლიმფოციტებს, ადგილობრივ ლიმფოციტებს, რომლებიც პოვს ყლაპავს. აი ესე რო ვთქვა, უფრო იოლად ყლაპავს. აი ხშირად ბავშვები როცა ავათარიან, უსინჯავენ, აი აქ ჯირკვლები არის თუ გადიდებული. ეს სწორედ ეს გლანდებია, რასაც უსინჯავენ თუ კიდეს გლანდები ეს არის, აი რო გააღოთ პირი შევარაღებული თვალითაც შეგვიძლია დავინახოთ. აი ბატონი დიმას შემთხვევაში შეიძლება ვერ დაინახოთ, იმიტომ რომ სასი წინა უკანა რკალებში შეიძლება იყოს ჩამალული და ამიტომ უნდა მოვიდეს ისე რომ შეარაღებული თვალი დაინახოთ. შევარაღებული თვალითაც ჩანს ორი ნუშურა, ეს სასის ნუშურა ჩანს, მაგრამ რაც შეეხება არსებობს კიდე მესამე სათექსია ადენოიდები, რომელიც არ აჩანს. შევარაღებული თვალით კი არა და ისეც. აი მასობრივად ხალხში ასე ძახიან. ყელშია. არა ხახაში. დიახ, ადენოიდები. ეს საერთოდ არის ხახის წარმონაქმნი. ყელში რაც არის და ცხვირ ხახაში რაც არის. ამიტომ ეს ყელი არის აი ენის შემდგომ სასის წინა უკანა რკალებს შორის. და ეს ჩანს შევარაღებული თვალით. ამიტომ ეს არის პირის ღრუში და არავითარ შემთხვევაში და არავითარ შემთხვევაში გარედან ამას ვერ მოსინჯავ. გარედან სინჯავეთ ექიმები ლიმფურ ჯირკვლებს, რომლებიც მდებარეობს ყბის ქვეშა, კისრის წინა, უკანა. ეს როგორ არა, ლიმფური ჯირკვლები ყველგან ლიმფოიდური გზით მიდის ინფექცია. ეს არის ესეც ბარიერია. ლიმფური ჯირკვალი კიდე ერთი ჯარისკაცია, რომელიც იცავს ორგანიზმს ადგილობრივი ინფექციის გენერალიზება რომ არ მოხდეს. მაგარი შეერაღებული შეერაღებული ვარ. აუცილებლად. ბატონ გიორგი, მაშინ რატომ იღუპება პირველი ეს ჯარისკაცი სწორედ? ანუ 98 არ სტატისტიკა, მაგრამ ნუ სათვით საზებარი ადამიანები ვინც შეინარჩუნა ჯამრთელი წინა ხაზზე ომშიც ხომ ეგრე არის, წინა ხაზზე ვინც დგას, ის უხმება ხო. რა თქმა უნდა, იგივე არის აქაც. შესაბამისად ბაქტერიები, რომელიც უხვი არის დედამიწაზე, ხო, ძირითადად სტაფილოკოკები, სტრეპტოკოკები გროვდება ამ ორგანოში და ესენი იწვევს ასე რომ ვთქვათ, ნელ-ნელა დარღვევას ამ ქსოვილის. რაც მთავარია, აი ძალიან მნიშვნელოვანია, ალბათ ჩვენ ამაზე უფრო ფართედ ვისაუბრებთ, როდის უნდა როგორ უნდა დიფერენციაცია მოვახდინოთ. აი დავიწყოთ, შესანიშნავი. შეგვიძლია დავიწყოთ. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია. ადრე მე როგორც მახსოვს, მე რო პატარა ვიყავი და სტუდენტი რო ვიყავი, მოდაში იყო ასე რომ ვთქვათ, გლანდების ოპერაცია რა. ძალიან მოკვეთა. თლიანად ამოკვეთა. კი ბატონო და ძალიან აი ესეთი მოდური იყო, აი გლანდების ოპერაციას ვიკეთებ. ისეთი აი ახლა როგორც პლასტიკური ოპერაციებია, ესე ჟღერდა, მე მახსოვს ჩემი სტუდენტობის დროს და რაც რა თქმა უნდა არ იყო მართალი. უბრალოდ
ეხლა რომ მეკითხებენ აი იმატა თუ არა ქრონიკული ტონზილიტების რაოდენობა. ჩემი აზრით არანაირად არც იმატა და არც იკლო, უბრალოდ შეიცვალა თანამედროვე მედიცინის მიდგომები. ანუ როდის ვაკეთებთ ოპერაციას და როდის არ ვაკეთებთ ოპერაციას. უკვე ქრონიკული ტონზილიტი უკვე ნიშნავს საოპერაციოა თუ რადგან ეს სახელი დაერქვა უკვე. ეს არის ქრონიკული ტონზილიტი, რომელიც ქრონიკული ტონზილიტი თუ წელიწადში 5 ჯერ წვავდება, ანუ თქვენ ძალიან კაი კითხვა დამისვით. ქრონიკული ტონზილიტი არსებობს კომპენსირებული, ანუ როდესაც არ არის საოპერაციო, ანუ აუცილებლად არ არის საოპერაციო და არის დეკომპენსირებული. ანუ წელიწადში ეხლა ამერიკელები ძახიან 7 ეპიზოდი უნდა იყოს ანგინისო წელიწადში, რაც ჩემი აზრით ძალიან ბევრია. 7 ჯერ ბავშვი რო ანგინით იყოს. ქრონიკულია უკვე ხა ეს. ზოგიერთი სკოლა ამერიკაში იძახის მაგალითად ბოსტონის სკოლა და სხვა სკოლები რამოდენიმე სკოლა რო 12 ანგინა, ანუ თვეში ერთი ანგინა ბავშვს უნდა კონდეს, რომ ასე ძვირფასებიდან ინდიკაცია, ანუ ჩვენება იყოს ამოკვეთამდე. ეს არის ჩემი აზრით. ევროპელები უფრო ამ შემთხვევაში უფრო რადიკალები ვართ და ვიძახით 5 ეპიზოდი ანგინის წელიწადში უკვე ნორმა არის იმისთვის, რომ უკვე ვიფიქროთ, რომ ეს ტონზილი მოსაცილებელი. ეხლა ისე კონკრეტულად ჩემი ვაჟი იყო 13 წლის და სულ ხოდა ბრონხიტი, სულ ავად იყოს და გვითხრეს, რომ გავაკეთოთ გვანდების ოპერაცია და ეს სიტუაცია გასწორდება. ეხლა მაგასაკის ბავშვი ცოტა ძნელია, ხო? თან მაგდროს რეპორტაჟი მქონდა და უცებ შეუყვანია თუ ჩემო და გაუკეთეს. იმის მერე არ არის ის რა ქვია, პრობლემები აღარ აქვს. ანუ ესეთი შემთხვევებიც არის ხო, რომ მოსაცილებელია აუცილებლად რა. გასაკვირდება ისე ახლა დამერწმუნება ბატონი გიორგი, რომ არც ერთ ექიმს არ უხარია ტონზილექტომი თქვენ სანამ გამოვიდოდით მოვისმენთ. ოტოლარინგოლოგები უფრო თამამად საქმე რა შეიცით, პედიატრები ყოველთვის ცდილობენ შეინარჩუნონ ჩვენს თუ შესანარჩუნებელია ჩვენთან მოდის ის ჯგუფი, რომელიც უკვე ამოწურულია პედიატრებიდან ზოგადი პირველი ანდაც უნდათ პირველად ჯანდაცვის რგოლის ექიმებისგან. ანუ იმათ რომ მოსინჯეს თავის შესაძლებლობები და მოდიან ჩვენთან საკითხის გადასაწყვეტად. არის ეს ამოსაკვეთ თუ არ არის? ეს არ არის ესე უცებ გადასაჭრელი საკითხი. აქ კომპლექსურად უნდა განვიხილოთ, აუცილებელია მკურნალი ექიმის აზრი, აუცილებელია პედიატრის აზრი. აუცილებლად. ანუ როგორც ყველა შემთხვევაში ოპერაცია რადიკალური ზომა უნდა იყოს. რა თქმა უნდა. ეს ულტიმატუმი მის იქით აღარ არის. ლაპარაკი არის სტრეპტოკოკული ინფექციის კერაზე. სტრეპტოკოკი ზოგადად არის ერთ-ერთი ვერაგი ინფექცია, რომელიც იწვევს რატო ახლა ეს სტრეპტოკოკი თავის ორგანიზმში შეიცავს ისეთივე ცილას, რომელიც თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არის ჩვენ სხვადასხვა ორგანოებში, მათ შორის გულში, თირკმელში და ზუსტად ის ჩვენი სადარაჯო ლიმფოციტები, რომლებიც კლაპავენ ნუშურა ჯირკვალში არსებულ ბაქტერიას, იგივე სტრეპტოკოკს, ხვდება და ის აცობს რო უყურებდა, ეს არის ლიმფოციტი, რომელიც დაიღუპა ბრძოლის ველზე. ეს ერევა მე იმიტომ კი არა რომ ხდება და იწყებს საკუთარივე ქსოვილის, გულის, სახსრის, იგივე თირკმლის ქსოვილის კლება. აქ მიმდინარეობს ავტოიმუნური პროცესები და ორგანოები, რომლებიც ჩამოთვალეთ, სახსრების ჩივილი, გულის ჩივილი. როდესაც ეს ჩივილები აღენიშნება უკვე, თუნდაც საბავშვო ასაკში, ხო? კი რადიკალური ზომა ჩარევა, მაგრამ ამ შემთხვევაში აუცილებელია. არ აქვს ალტერნატივა. ისე როგორც ჩირქოვან ანგინა სჭირდება აუცილებლად ანტიბიოტიკი და ამ თემას ამზადებდით, რომ ერთ-ერთ ადამიანს რომელსაც უნდა შვილი ყოლოდა დაახლოებით 5-ჯერ, 6-ჯერ მოეშალა მუცელი. შემდეგ ურჩიეს რომ გაეკეთებინა გლანდების ოპერაცია. იგივე რაც მე შემდეგ დაფეხმძიმდა პირველივე ჯერზე. 4 პაციენტი მყავდა მე, რომლებიც შემდგომ დაფეხმძიმდნენ ამის. იმდენად ვერაგი პათოლოგია, რომ აი ძალიან სერიოზული ეხლა ძიმამ რაც აღნიშნა 3 წლის ბავშვზე. მე ეხლა დაახლოებით 10 წლიანი პრაქტიკა მაქვს უკვე ამ სფეროში და სანამ ჩემ ოჯახზე არ განვიცადეს, მანამდე კიდევ ვერ ხვდებოდი რა არის. რა ჩემი შვილი, რომელიც დამყავდა ბაღში, ერთი კვირა გავუშვებდი ბაღში, კერძო ბაღში, სადაც 5 ბავშვი იყო მხოლოდ, 3 კვირა ვიყავით სახლში სიცხეებით. შევიყვანე სკოლაში, გაგრძელდა იგივე, ბასეინზე იგივე. წავიყვანეთ ბაკურიანში, ანუ არ იყო ბაღი სკოლის. ან მამა ყავდა ოტოლარინგოლოგის სახლში წარმოიდგინე. ეგ უფრო არსებია. აი მე მე ვერ ვუყურებდი ჩემს შვილებს რა, ხუჯიკა მომყავდა ჩემი ძმაკაცი მიშა ხუჯაძე, ის ნახულობდა იმასთან მიყავდა. მე რა გზა იყო? ეხლა რა გზა ვერჩი რა, უკვე რომ მივხვდი რომ სპორტზე ვერ დამყავდა, ბავშვი უკვე ანტისტრეპტოლიზინი 2000-ზე ავიდა და ასე შემდეგ.
უკვე მინდოდა სადღაც 5 წლის ასაკიდან უკვე ოპერაციის გაკეთა. მე უწევ მონონუკლეოზი დაემართა, გადამიდო პედიატრმა, მე ამ სტრეპტოკოკის გამო და 3 თვის წინ გაუკეთე პირადად მე ოპერაცია ჩემს. ეხლა 7 წლის არის რა. მე თვითონ გაუკეთე, კი, აი ესეთი რეაქცია ქონდა ყველა ჩემ თანამშრომელს, ჩემთან. ხო, აი ეგ არის, ეხლა რა არის ურთულესი რამეა, მაგრამ ჩემი აი დამიჯერეთ რა, ჩემი შვილი, ყველა ჩემი შვილი, ახლა ის ბავშვი რო გამყავს, 2 წლის ბავშვი რო ძინავს, ის ჩემს უზრფო ნაკლებად ნერვიულობ ვიდრე სხვაზე რა, იმიტომ ნამდვილად დაგეთანხმე. ეს ერთ-ერთი ურთულესი ოპერაცია არის, ტექნიკურად არ ვიზახი, მე ვიცი გართულებების მე ვიცი რაღაც ასაკამდე აცდიან და რაღაცა თითქოს ვიზა შეწონილი არ არის, რაღაც ასაკამდე ჩადება. 4 წლამდე მაგალითად გერმანიაში და ამერიკაში გრძალავენ ამ ოპერაციას თუ რაღაცა სასიცოცხლო მნიშვნელობის, აი რაზეც თეთრ მისაუბრა, ან გულზე გართულებები, ან სახსრებზე გართულებები, ან რაღაც სერიოზული პრობლემა არ არის. მეორე ხალხს ის გამიგია რომ პატარა უფრო ადვილად ვიდრე ერთი კითხვა მაქვს. ნაყინსაწვე და იქნება. ნაწილობრივი და სრული ამოკვეთა, ხო? ესეც ერთგვარი ფორმა არის. აი ახლა მას როგორ არის, ესაც არჩევის მეთოდია, ეს უკვე თვითონ ოპერატორმა უნდა აირჩიოს და როდესაც ოპერაციის ნაწილობრივი ამოკვეთა მაინც ტოვებს იმის რისკს, რომ შეიძლება რესიდივი მოვიდეს. მე ვარ ნაწილობრივი ტონზილოტომია ტონზილოტომიის მსხვერპლი. ამას საკეთებ მომიწია ორჯერ. 3 წლის შემდეგ ზუსტად ისე განვითარდა და ავადდა. და ის მეორე ძალიან რთულად გადაიტანა დარჩენილი. მეორე შეხორცლებელი. მე კიდევ ასეთი რაღაც კონტროლის გამიგია, თქვათ აი პროფესიული კუთხით, თქვათ აი მომღერლებზე, ხო? გუშინ საუბრობდით ოთახში, რომ მას ვინც პროფესიულად სჭირდება ხმა, უნდა შეინარჩუნოს გლანდები აუცილებლად და თუ არის ესე უნდა დავდოთ განსა თუ ჯანმრთელობა ჯობია თუ მაგრამ კიდევ საჭირო აუცილებლად მე მომღერლები ძალიან ბევრს სწავლობენ ძალიან ყურადღებას აქცევენ რომ იმკურნალონო და კონდეთო ეს ყოველი წესი შეუგონ არ ამოიკვეთა მომღერლები კი არა ყველა უნდა ვიწვალოთ ყველა ოჯახის წევრებმა უნდა შექმნათ ისეთი გარემო რომ არ დაჭირდეს ამოკვეთა მაგრამ თუ საკი და იმიტომ რომ ვიბრაციას უწყობს ხელს ხმის ვიბრაცია მარტო დაცვითი ფუნქცია კი არა აქ ასევე აქ აკუსტიკური ვიბრაცია ის ვიბრირებს, როდესაც ხმა მოდის, ამიტომ თუ საოპერო მომღერლობაზე გვაქვს განაცხადი, ჭირდება ყველაფერი საარტიკულაციო აპარატი. იცი რა ხონდა ქავდანქეთი სანამ ორჯერ ამოვიკვეთე. აი წერს ხო ასე დების კონსილექტომის შემდგომ გახდა ცნობილი. კონსილექტომის შემდგომ. დიახ, საუბარ გადაიცვალა, მაგრამ თვითონ ამბობს რომ შეხვდა და უმაგლოდა კონსილექტომიას ამბობდა. აი კურნალობის პროცესი რას გულისხმობს და როდის სრულდება და უკვე გადადის სხვა ეტაპზე. რისი კურნალობა? ქრონიკული ტონზილიტი. ან ქრონიკული ტონზილიტი ეს არის ანგინა, იგივე ჩირქოვანი ტონზილიტი. უხშირეს შემთხვევაში თუ ჩვენ ახლა განვასხვაოთ ყველა ყელის ტკივილი, ყველა ყელის სიწითლე წარმოადგენს ანგინას. აი აქ არის პირველად ჯანდაცვა, ხო დამეთანხმებით? აქ უნდა მოხდეს დიფერენცირება ძალიან მკაცრად. თუ ეს არის ჩირქოვანი სტრეპტოკოკული ანგინა, რაც შეიძლება უბრალოდ სისხლის ანალიზითაც დადასტურდეს, თუმცა არც ისე იგეულია ეს. ნაცხი დადასტურდეს ბარემ. ნაცხი დაგვიანებით მოვა 4 დღის მერე და ასე შემდეგ. არსებობს სტრაფი ტესტები, რომლებიც იმ თვეში გვაძლევენ, მაგრამ ისიც არ არის 100%-იანი ვალიდური. ანუ ხშირი დიაგნოსტირება ხდება უფრო ხშირად ჩირქოვანი ანგინა, შეიძლება იყოს რესპირატორული ინფექციის გამოვლინება და არ იყოს მიკრობი, არამედ იყოს ვირუსული ინფექცია. ხო და აი მარტივად ხალხური ენით რო კითხოთ, ანგინის დროს როგორ ანტიბიოტიკი აუცილებელია? მაგას ვერანაირი ტაბლეტები, ვერანაირი სპრეი, საულები ეს არის ჩირქოვანი ანგინა. თუ არის ვირუსული წარმოშობის, მაშინ არ გჭირდება ანტიბიოტიკი. ხო როგორ განვასხვაო მე დედა? მაგას ვერ განასხვავთ ეს ნაკლებად. მაგას მოგეუბნებით რომ ყელის ტკივილის მეორე დღესვე მით უმეტეს პატარა ბავშვებში ანტიბიოტიკის ეს ძალიან კარგი ახლა რომ შემოვიდა რეცეპტურით ანტიბიოტიკების გაცემა. ეს უნდა გაიცეს ექიმის მიერ და დამეთანხმებად მოგიები რომ აუცილებელი არის სწორედ თუმცა იქაც შეიძლება მოხდეს გადასვლა დიაგნოზის მარცხნივ მარჯვნივ ანუ ზედმეტად დავსვა ჩირქოვანი ანგინის დიაგნოზი ან იქ მილიონი პათოლოგია რომელიც შეხედავდა შეიძლება ჩირქოვანი ანგინის ქვეშ იბადებოდეს თუნდაც მონონუკლეოზი რომელიც საერთოდ ვირუსული დაავადებაა და ანტიბიოტიკი პენიცილინის ჯგუფი რომელიც შეიძლება სულ სხვა რეაქცია მოხდეს და სივი ბევრი წყალი დალია ბევრი ნაყინი ჭამა და იმიტომ ანგინა დაემართა ეგ სწორია თავიდან რო ამბობენ თქვა ნაყინს ნუ შეჭამ ბევრს ყელი გაგიცილდება მაგ დროს ცუდია და თქვა რომ უკვე ამოკვეთენ მაგ დროს უფრო კარგი არის
რატო? ძალიან მარტივად გავხსნით. ანუ ხალხმა რო გაიგოს, ანუ ანგინა არის ორი ნიშანი, ძალიან მარტივია და ეს უნდა იყოს ჩირქოვანი გლანდები და ტემპერატურული რეაქცია. ხო, ამაზე ვჯერდებით. 40 ნიშნავს ხო უკვე რომ დავშოთ ტემპერატურა 40 ანგინას არის. მარტო ტემპერატურული რეაქცია, მარტო ჩირქოვანია ტონზილები, ანგინა არ არის. ანუ ორივე ნიშანი უნდა იყოს. ეს არის ძალიან მარტივი. ამაზე შევჯერდებით. რაც შეეხება 80% ტონზილიტების არის ვირუსული ეტიოლოგიის რა. ანუ რას ნიშნავს? რატო იყო ახლა ბაღში რო უშვებდი და ვირუსი შეეყრებოდა, გლანდებით ურთულდებოდა მე. ანუ მეორადი არის გლანდის დართვა. აქედან გამომდინარე, ვირუსის პრევენცია არ არსებობს, იმიტომ რომ ვირუსი ყველა მიცით სად დადის და ტონზილიტის პრევენციაც არ იქნება შესაბამისად, რომ ვირუს პრევენციას ვერ გავუკეთებ, ხო? ამიტომ უნდა დავსვათ ეს დიაგნოზი და შემდგომ დავიწყოთ კურნალობა. ეს იქნება ანტიბიოტიკო თუ არა ანტიბიოტიკო თერაპია. რაც შეეხება ამ ნაყინების და ცივი წყლის რეაქციას, როდესაც იმუნიტეტი დაქვეითებულია და ეს ტონზილები უკვე ხშირ ხო, რა თქმა უნდა, აღარ გახსოვს, ხო. ამიტომ მაგ დროს უკვე უფრო ადვილად აზიანებს ეს ცივი წყალი და ნაყინი ამ გლანდებს. მიხედეთ, ანუ მოწოდება ეხლა რო რა თქმა უნდა, გლანდების გაკაშება, რომელიც მე მაგალითად მთელი ბავშვობა მახსოვს სოხუმში, აი 3 კილოი ნაყინი იყიდებოდა ეგ თქვენ არ გეხსოვებათ პატარები ხართ. ნაყინი იყიდებოდა ბულვარზე 3-4 კილოს ჭამდი ხო. ანუ არახისების და მაშინ შოკოლადი და რაღაცა არისო, არახისებს აყრიდნენ და აი ესე ვიკაჟებდი ხელს ასე რომ. ამის ნაყინი ჭამდი. ანუ ამავე რაც თქვათ შეიძლება ზიანი მოგიტანოს იგივე იმ საზიანო თქვათ ნივთიერებით, შენ შეიძლება გაიკაჟო კიდევ წყელი. რა თქმა უნდა. უნდა იცოდე დოზა და ექიმებო ასევე ხშირად ასმული შეკითხვებიდან ეს შეკითხვა კი არა და ეს ფრაზა მეც ძალიან ხშირად მithქონს და ახაც თალმა დავიმე. ამოვიჭერი ბატონო ეს გლანდები და მაინც ტკივა ყელი ისევე ხშირად როგორც ტკიოდა მანამდე, ხო? მაგრამ არა გვაქვს სტრეპტოკოკული ინფექციის საშიშროება. საშიშროება შესაბამისად ანტიბიოტიკის არ აქვს, მაგრამ სიხშირე მithქოს. მე თუ ხდები ავად ხდები მტკივდება ყელი. ეს არის ჩემი ავადმყოფობა. შემცირდა ფეხებზე, შემცირდა თავზე, შემცირდა ხელებზე. სანახავი ხარ ალბათ. კიდე არა. ანუ რა ხდება, როდესაც ანგინა ეს უკვე ფარინგიტია. ეს არის ტიპიური ფარინგიტი, აი კატარს რო ეძახიან ხალხურ ენაზე რა. მეორადი ქსოვილი წამოვიდა, რომელიც არ არის ჯანსაღი ქსოვილის მაგიერი და შეცვლელი, თუმცა გაინაცვლება, თქვენ ორჯერ გაიკეთეთ ოპერაცია, ანუ ორჯერ მოხდა იმ ლორწოვანის ესე ვთქვათ დაზიანება. ამიტომ წამოსული მეორადი ქსოვილი შესაბამისად ვერ იქნება ისეთი სველი როგორც უნდა იყოს გიშრებდი. ამიტომ ამ ფაქტორები თქვენზე უფრო აისახება, მაგრამ თავარი რაც არის, ვისაც ეს ოპერაცია კეთდება, სტრეპტოკოკული ინფექციის წყაროს მოშორება ხდება. ეს ერთი ჩვენება. აი არ დაგვაუწყდეს მეორე დიდი ჯგუფი ბატონი გიორგი დამეთახმება. როდესაც არის ნუშურები ძალიან დიდი და იწევს სასუნთქი გზების ჩაკეტვა. kissing tonsils ქვია, მკოცნავი ტონზილები რა. ეს არის უდიდესი ჯგუფი. თუმცა ეს პერიოდია 2-დან 5 წლამდე გიპერტროფია, ბავშვები გიპერტროფიული ტონზილებით არიან უფრო ვიდრე ატროფიულით ბატონო. აი ასაკში უკვე ატროფია მიდის. ეს შეიძლება მოხდეს ასაკში გამოსწორება ამ ნოშურების და პატარაების თუ ის ანთებადი არის, მაგრამ ეს ასაკი რა შეიძლება იყოს? აი პუბერტატულ ასაკში ხდება უკვე განვითარება, მაგრამ მანამდე თუ გააფუჭა იმან გული, თირკმელი და მთელი ეს აპარატი, აი გინახია თქვენ ადენოიდური სახე, ჩვეულებრივი ადენოიდური სახე, რომელიც არ გამოგეპარება, ხა დედას, ბებიას ეპარება საკუთარ შვილზე, სხვას რო შეხედავს არ არსებობს. ტიპიური სახე, პირი ღია, წინა წამოსული, წაშლილი ეს ცხვრის ტუჩის ნაოჭი ეს მე ამას მოყვება უკვე კბილების გასწორებისკენ რომ მივდივართ აი ამ შემთხვევაშიც ოპერაციული ჩვენება დამეთახმება. ფანკველის დარღვევები და ასე შემდეგ. ფანკველის და არა მარტო აპნოე ძილის. აპნოე ძილის ეს საკმაოდ რთული გართულებები, რომელსაც ბავშვი იზრდება ზუსტად იმ ასაკში, ბავშვი იზრდება ჟანგბადი ზუსტად იმ ასაკში. გინდა ტვინში, გინდა გულში, გინდა თირკმელში. თვილად უნდა ატაროს. ყელი თქვა უფრო ნაკლებად. არა, პირიქით აი ბატონო, უნდა გავაკაჟოთ. თუ ჯანმრთელია, უნდა თქვენ ხო ახლა თქვენ ცოტა. ესე იგი
უნდა ინახოს აუცილებლად. ფარინგიტი არის გამოწვეული რამ სუნთქვის გაზრდილებაა შეიძლება გამოიწვიოს ფარინგიტი. რატო? იმიტომ რომ როდესაც კუჭნაწლავის პრობლემა, ანუ კუჭნაწლავიდან ამ ბევრი ფაქტორია რომელიც იწვევს ფარინგიტს. თქვენ ანგინა აღარ გექნება ცხოვრება. თქვენ მარტო ბავშვებს ღებულობთ? არა, ჩვენ არა გაყოფილი ოტოლარინგოლოგები მაგით ვარ. ანუ ესეთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ დაგვიანებოთ ოტოლარინგოლოგია. ასეთი დასკვნა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ახლა კურიერს მოусმინოთ. კურიერის გავაკეთოთ დასკვნები. კურიერის მოკლიანოს.